მოგესალმებით პატივცემულო გამას მაყურებლებო დღეს თქვენთან ერთად ვარ მე გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი და გამას გრან-პრის 73 კილოგრამის ჩემპიონი ნაირ მელიქიანი და თქვენთვის უკვე ცნობილი და საყვარელი მისი თარჯიმანი არა მეგობრებო თქვენ თარჯიმანი გეგონათ მაგრამ არმენი მისი ტრენერი მოგესალმებით ბიჭებო როგორ გრძნობთ თავს როგორ ჩამოხვედით ახალქალაქიდან ძალიან კარგად კაი ნუ მოვედით ხა პირველად ხო არ ხართ მაგრამ ჩამოვედით ორი საათით ადრე ჩამოვედით ხო რა ხდებოდა ეგრე სწრაფად რა ახალქალაქში სიცივეა და ცოტა გავთვით იქ ეხლა სტოვლია ხო ძალიან თოვლი არა მარაცივა წვიმს და კაი უბრალოდ მაინტერესებს ნაირას რომ შევეკითხო უშუალოდ გამას გრან-პრიზე რა აზრის არის რამდენად კმაყოფილია თავისი პერფორმანსით პირველი ბრძოლიდან დაწყებული და ზოგადად აზრები რო გაგვიზიაროს და რა თქმა უნდა გეგმებზეც ვილაპარაკებ და უპირველეს ყოვლისა მინდა გკითხოთ ახლა ნაირი სოფლიო დონის სპორტსმენი როა ანუ უმეტესმა ჩვენო მაყურებელმა იცის ილია თოფურიასთან ერთად კემპი გვახსოვს ყველას და ასე შემდეგ ზოგადად ნაირ შენი თავი MMA-ის მებრძოლი მიგაჩნია თუ აზრი არა გლიშბიჩხუბი იყოს ყველგან ჩხუბი აზრი არა გლიშბიჩხუბი იყო შიშველმუშტები вообще ეს საშენო ეს ჩემია შიშველმუშტები ყველაზე ეს ჩემია ძალიან კარგი ყველაზე დიდი დრო რა საბრძოლო ხელოვნებისთვის გაგდათმობილი ანუ ვიცით რომ MMA ჭიდაობაც გეხერხება ზოგადად ისიც ვიცით რომ კარატით დაიწყე ცოტა ვცლად რომ მოყვე ამის შესახებ თუ გინდა სომხურად თქვი კაცო რა არმენა გადაგვითარგმნოს ამა შადოვერდოს კაცო ახლა მერბანი მე შესაბლიშად უნდა ქედი დავგაზდოს ფანა საუდერნა ზარგდეს ეს ამენა შადა ეს ელიემს ეს გამესი გულაშტო მეჩე ისე კაველი დაკარკირე ու ასორო ვარასტი ერთამ ვალი ყველაზე მაგრად მომძოს და მებასება შიშველი მოშტები ყველგან ვიჩხუბე MMA ბოქსი გრილი და ეს ყველაფერი მაგრამ ეს არის ჩემი მე ვიშოვე ჩემი თავი შიშველი მოშტები და მინდა მაქსიმუმზე წავიდე BKFC-ში და უნდა მოვიტანოთ კამარი საქართველოში ეს ჩვენ მე და გიგას დიდი ოცნება ანუ ჩვენ საერთოდ ერთი ოცნება გვაქვს კი ბატონო ძალიან მიხარია რომ ნაირის სახით დიდი შანსი აქვს ამოცნებას რომ ახდეს და ჩვენ მაყურებელს მინდა რომ მოახსენო კი ბატონო რომ სანამ გამა ჩამოყალიბდებოდა პირველი აი აზრი რო იყო და მებრძოლებს რო დაუძახეთ პირველ სპარინგებზე შესარჩევი სპარინგები რო იყო და ზოგადად ჩვენ აზრს რო უზიარებდით ბიჭებს ზუსტად მაგას ვეუბნეოდით რომ ჩვენი ერთ-ერთი და ძირითადი ოცნება იყო რატომ წამოვიწყეთ ეს საქმე რომელსაც გამა დაერქვა რომ ადრე თუ გვიან რომ მუშტიკრივი რომელიც არის აქ საქართველოში დაიბადა რომ თელმაც სოფლიო მიცნოს ხა სოფლიო ცნობს ქართულ armwrestling-ს ქართულ ძლეოსნურ სპორტს ძიუდოს ავი ილიას და მერაბის მეშვეობით უკვე MMA-შიც დავიძახეთ ჩვენი სახელი და BKFC-ში კი იყო ერთი ქართველი აი კარგაი ჩხუბა სამწუხაროდ გვარი აღარ მახსოვს იცო ოკეი კი ბატონო თუმცა ძალიან გამიხარდება რომ გრან-პრის ჩემპიონი ნაირ მელიქიანი თუ შეძლებს BKFC-ში უპირველეს ყოვლისა მაგარ ჩხუბების ჩატარებას და მით უმეტეს ქამრის მოპოვებას და იმ ორგანიზაციის ჩემპიონი რო გახდეს ჩათვალეთ
მარტო თქვენი არა და ჩვენი დიდი ოცნება ახდება. თუმცა ნუ გავექცევით მოვლენებს და ჯერ მოდი ჩატარებულ ბრძოლებზე ვისაუბროთ. ზოგადად გამას შესახებ საიდან გაიგეთ, მაინტერესებს და ეს სურვილი როგორ გაგიჩნდათ, დიდი ალბათობით გქონდათ შენ და არმენას რაღაც საუბრები. Իշեմ Հիվան պարգել էինք Էրսիսին դիմենք, Էրսիսի մեջ կերվեինք, Հիվան պարգել էինք Դոլաշվիլին զանգեց Արմենին, զանգեց հəbə 60 քաշային կարգով Grand Prix կա, գեբիս կե, հəbə մեջքը սամես ցավիգի չի լիբան, հəbə ինձ որ բոյեր չտավին вообще նեղված էինք, շատ սի յուրոք ծառաչակ ուզեինք, գեբեինք, անգամ քեզի էինք գերել, չէիք պատասխանել. Եվ եկանք հեսի Արմենեսի 73 քաշային կարգին մենք երթանք կեբինք դի անպայման, ասած այսի կա տարվանք 100% կերթանք խոպանք եսի դու իրար էլ, ասած դիք թարքման է անգերս. В общем, ռուսեչի վիղավիտ, մակտրոս, մանամդե դավզեր է, մանամդե ռոն վիչուվետ խիտրոնշի, դավզեր է շեն, մինդա բիրդավեր თქვენ 70-ის ჩემპიონთან ვიჩხუბოთ. სამწუხაროდ არ ვიცნობდი მაშინ, შეიძლება დავთანხმებულიყავი კიდეც, რომ ცოდნოდა რომ ასეთი მონსტრია. არ მოვიდა მესიჯი და წავედით იმაში ხიტრონში, იქიდან მოვიდა შეთავაზება. მე რუსეთში ვიღავით, ალბათ ვიღავით ორები. სისხლი ჰქონდათ და დამირეკა დოლიაშვილმა და ეხლა ვაფირებ Grand Prix 63 კილოში. 73. არა, 63. მე ჩემზე დამირეკა. შენ დიდი ხანია ვისნობ ერთმანეთი. კრივიდან, ხო, მეც მოკრიბა საქართველოს ორჯერ ფინალისტი ვარ. В общем, მეთქი არ ვარჯიშობ. მე ვერა წეგზე ტრაუმა მაგდა. ნუ კაი. მე თქვი სხვა ის არის, სხვა ზონაში არის 77-იო. 13-იო, ბოდიში 73-იო. თქვენ არის რომ ესეთი, აბა მინდა ვიჩხუბო, მეთქი რა გინდა იქ. მაინც იქაც არ უნდა აზლებენ ჩხუბი. მოგებაბა. არა, მინდა მან ვიჩხუბო. მეთქი გავიგებ პირობები რა როგორ დავრეკი კიდევ გიოს და თქვა რომ Grand Prix ესეა და მთავარი პრიზი არის 25000 ლარი და მე შესაძლება იქნება საჩემპიონოზე ვიჩხუბო და ჩემპიონი გახდე. მეთქი ძალიან შენიერი. ეს საინტერესო იყო და დიდი ხანია გვინდოდა ჩვენ ჩხუბი გამაზე და ესეც მოხდა რა ეს მოხარული ვარ რომ ვერთის ხო ასე დატრიალდა რომ გამაში გინდოდათ მე ხო ასე მოხდა. დადიგასა ვერჩინაუშ. და კიდე მე ეს გამიხვდა თუ ამასაც წავაგებთ ორვე წავალთ რუსეთის სამუშაოდ. ასპარან ევროპაში სამუშაოდ. აღარ იქნება არ ჩხუბი არ საერთოდ. ისე ჩვენ მაყურებლებს ბევრს აინდეხა გამაში ნაირამ რომ ნახეს, ახლა ჩვენთანაც ერთ-ერთი პოსტი იყო ჯამში. ავი ერთი რაუნდი ან ჩაატარეთ გამას რინგზე ან არა, ხო? ყველა ბრძოლა რაღაც წამებში დაამთავრეთ. 40 წამი. 2 წუთი 3 ვერა. როგორ? 2 წუთი ჯამში. ანუ 2 წუთი. Grand Prix რაუნდში ჩაამთავრეთ. ეგრე გამოვიდა რომ გადავაბათ, ხო და. ახლა რა თქმა უნდა, ნაირას ფიზიკურობიდან და ბრძოლის სტილიდან გამომდინარე ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენს მაყურებელს ძალიან აინტერესებს, რომ მურჩხულმა ვინ შეძლო მისი დამარცხებაო რა, საიდან აქო ეს წაგებები რაც უწერია და ნუ დავასწრებ არმენას ვეთქვი რომ ეს RCC-ში არის რეკორდი, თუმცა აი ცოტა დეტალურად რომ მოგვიყვეთ, ხო? ანუ რა ну, ვინ იყო მეტოქე, რამე თუ განსხვავდება გამასგან იგივე ის წესები, იმიტომ რომ ჩვენი რინგიც, წესებიც თითქოს და მე ნაირასთვის დავწერეთ მე მგონი და მის ფიზიკურობისთვის და ბრძოლის სტილისთვის, ხო?
ხო, აი ცოტა დაწვრილებით რომ მოგვიყვე უშუალოდ აი ამ გამოცდილებაზე გამაზგარეთ რაც გაქვთ. Իրոք կաման ես էլի քսեմ օրսենք ուրիշ ծևի բան ձիթուս տավեց սարդով եղան էլի հետս ես ավելի ոգևորվա ավելի հետևա si правилաները զուտ ինձի համար էր էլի կամային правилաները вообще իրանց վերաբերմունքը вообще ինձ ավելի դուրս եկավ ու դրա համար ավելի լավ ձևի ստացավ դե ասը парքնել հետս էր ավելի եղավ ավելի շատ քսը պատմաբաներ RCC-ի մասին բերբեր իշխեր սապերնեգեր ինչ եղավ որ դի տարվազները ռեկորդի մեջ կարվի գելի քեզի բև գարնազարն օրսեն Իշտ աղակենը որ քեզ զարգել է տարբեր էսպանետի կոմիտեներ Պատմեմ առաջի բոյես զանգեցին ինձ իսին որ 10,000 էր այդ Ամիր Ասլան Ախմեդովը դեսի զարնեմ գսի ինձ կապ չունի լյուբոյ մեկը Էլան կավանք բոյես չտավին հետից էլի դուխս չանգավ որից երկրորդ անգամը զանգեցին ապա իշքան տոպովի պայես կար սաղին հետ բոյետ հանայինգը հետև Իսայև տանդովսկու հետ աշխատա էլի բոյես չտավին բայց էլի դուխս չանգավ Ոստի ինչ սեմ կասպասեմ լյուբոյ մեկին սաղին հետա կավին բա Ջեր գամազը վիսավրոտ ես չեմ Ძალიან მომწონს მიყვარს გამა ეს ურთიერთობა როგორ მიმოქცევა აქვს ჩემ მიმართ ეს ძალიან მომწონს და წესებიც ჩემთვის არის ბაბეშკებიდან პატარა სივრცეა და წესების ხო მეტი კლინჩი ძალიან მომწონს ხო ეს უფრო ეხლა უკვე ერთი ოჯახი ვარ რა როგორც ესე ვზნობ თავს გამაში რა როგორც ჩემ ოჯახში რა ესეო რაც შეეხება იქ მარცხვაზე ხო მარცხს ხო იქ დაგვირეკეს შეთავაზეს Grand Prix რუსეთის RCC-ში იმინა 70 წონაში და პირველი ბრძოლიდან მოწინააღმდეგე იყო ამირ ასლანის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი რუსეთში შიშველმუშტების 10-0 ქონდა რეკორდი. ხო. 10-0 7 ნოკაუტით მოგება. ვაუ. და ვარი არ თქვით და თქვა რომ ბაზარი არა მე ვიჩხუბე. თან იქაც მენეჯერმა ამბობდა კაცო პირველი ბრძოლიდან ამასთან როგორ მეთქი არ არის პრობლემა ჩვენ ვიჩხუბეთ ჩვენ ვიცოდით რომ მაყურებელს მოუწოდებ რომ რა ვისაც არ გაქვთ ნახი ბრძოლა ნახეთ ჩემ პირადი აზრით როგორც მინიმუმ ნიჩია იყო მაგ ბრძოლა არა 100%-იანი მოგება იყო მე დარწმუნებული ვარ მე ყველა მსაჯსაც გამოიგზავნე ბრძოლა ყველა ნახა და ეგ ვაფშე საერთოდ არ იყო არც ნიჩა იყო და მეორე ბრძოლაშიც ძალიან ისეთი სურათი იყო მეორე ბრძოლა კი ესეც SNG-ში მთელ SNG-ში ერთ-ერთი ლიდერია რა ეგ ისაევი და ამას აქვს რეკორდი 15 1-ზე თუ 2-ზე რაღაცა და ეს ეხლა ყაზახეთშიც Nomad Fighting-ში მოიგო ტიტული საჩემპიონო ჩემპიონი გახდა და დაიწყო ძალიან კონკურენტული მეტოქეები ისე просто ჩვენ ალბათ გახდა სიცხე ქონდა მეთქი ამ წელს არ ვიჩვენე დრო არ გქონდა 15 დღე 10 დღე 12 დღე ვიღავით ალბათ სისტემებზე ის წამლებს ვამდით მედანაე ორივე მე დაიკლო კიდე ზონა კიდე სუსტი იყო მაგრამ მოვიგეთ მაინც ვინც ესმის ბრძოლა ვინც დაინახა ამბობს რომ ჩვენი იყო მოგება მაგრამ მაინც წართვის რა ეს ისე როგორ ფიქრობ ნაირ გინდერთან გინდმეორესთან გამას რინგზე რო გეჩხუბა ვისი იქნებოდა მოგება ինչა Adams Megan Roxette გამაი რინგი մեջ კაი უმაგალე Երգուսինա գուզե իրար հետ զարնել ორივეს ერთად მინდოდა გამას რინგზები ისე აი შეგიძლია უბრალოდ ამ განსხვავებებზე რომ მოგვიყვე ხა შენ გამოცდილება ბერნაკლში გაკ უშუალოდ RCC-ში ხო მიღებული და
იმის გარდა რომ რინგი იქ უფრო დიდია და მეტი გადაადგილების საშუალება აქვს მეტოქეს და აქ უფრო ჯახში ყოფნა უწევს. განსხვავებები სხვა რაღაც მნიშვნელოვანი განსხვავებები წესებში თუ არის. Ну, общий წესები, ნე, բայց вообще Микича медзе ринга. RCC-ნა Бернаклина. Медзе. Просто клинча թողնենք 30 վայրկյան. 30 վայրկյան թողնենք. Բայց იქ უფრო ის არის, დიდია ის აქ უფრო სანახაობრივია რა, კუჩამატკივის ეს მეტი დაჭა. და იქ კლინჩი ის არის საჯებზე არის გადაწყვეტილი. ნუ საჯი არის უშვებს ხო, ბევრი მსაჯი უფრო აი კრივსთან უფრო მსგავსებულია, მე რაც ვნახე, კი ბატონო. ცოტა ისეთია რა. რეფერზე არის დამოკიდებული. რამდენ სიზლებს. ბექფისტი თუ მოსულა იქ ჩაკუჩი და ეგეთი რაღაცები მოსულია? ბექფისტი. ყველაფერი ხო? კი ბატონო, ნაკლებად გამუშავებენ კლინჩში. ნაკლებად ხო. და პლუს ნუ რინგი თავისით განაპირობებს მეტ გადაადგილებას. არ შეგიძლია. უკანიდან არ შეძლია. ხო, როგორც ეხლა ხო. უკნიდან თუ აუღეტან ჩვენთან შეგიძლია ნებადართულ ადგილებში და იქ უკნიდან თუ აუღე ზურგი აჩერებენ. აჰა, გასაგები. ცოტა განსხვავება არის. კი ბატონო, ხო, ჩვენც ახლა მე დაგიგა თავიდან გამას წესებს რომ შევიმუშავებთ. სწორია, უფრო იქ შიშველმუშტებისთვის უფრო კი ბატონო, ჩვენც მასე ვფიქრობ ზუსტად მაგიტო ასეთ წესები, ვინაიდან სანახაობას ემსახურება უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი. იგივე რინგიც ოდნავ პატარა კლასიკურ ბოქსის რინგზე რომ მეტი ჯახი იყოს. ნუ თავისთავად ეს განაპირობებს რომ უფრო ფიზიკურად მზადყოფნაში უნდა იყვნენ მებრძოლები. ახლა არაერთხელ გაუგია ჩვენს მაყურებელს რომ გამაში 2 წუთიანი რაუნდის ჩატარება უფრო დამღლელია ვიდრე ხშირად MMA-ში 5 წუთიანის. ახლა ნაირას არ ჩაუტარებია 2 წუთიანი რაუნდი თავიდან ბოლომდე, მაგრამ ზოგადად ნაირ აი ხო შეგიძლია შეაფასო MMA-ში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს და ნუ გამაზეც ნუ თლიანობაში 2 წუთი გატარებული გაქვს რინგზე და სად უფრო დამღლელი არის, სად უფრო ასე ვთქვათ მეტ ენერგიას ხარჯავ. Вообще MMA мечи гешат энергия цахсес, баисте эсик Ларбадуцон авели шадет. Ларбадуцон русексе хоска монет, ксетени спорт это война. Зуту каспасес რომ ჰარბაძով გარნას აინი, გარნას შატ აველი გესწევი, შატ გეს ნაგაუტადის გამეტեղად ვანასვი. В общем, სტორაგარესკა ვერნელო გერთა მეტბესა. იშო ვაინა გერთა, სპრამ. აი, რა თქმა უნდა, ნუ 5 წუთია, ცოტა დამღლელია, მაგრამ ესეც ომში მიდიხარ რა, ეს არ შეიძლება რომ ჩავთვალო რომ 2 წუთია ეგრე უფრო დაძაბული ხარ აქ ვიდრე MMA-ში. MMA-ში ცოტა მოძრაო და ის აქ უნდა იშხუბო და всё, ან შენ ის არის რა. შეიძლება ერთი დახმა კი ბატონო, ნაირ, კიდე რის კითხვა მინდა, ანუ ერთი MMA-ის ბრძოლა მაქვს შენ ნანახი. ფეხებს ურტყავდი მეტოქეს, მიწიხლე იმენა, რასაც ქვია, ძირს იყო დავარდნილი, მაინც ფეხები ურტყი. დაგდებულ კაცს რო უყდი და ზოგადად ანუ მუშტი ძალიან მყარი გაქვს, ეგ უკვე დაგვანახე და ანუ რომელი უფრო მყარი გაქვს, მუშტი გირჩევნია თუ წიხლი? ვერა გავებამძერქო და მუშტი. და ეს ლოუ-კიკები კარატიდან მოყვება? ჰა. გიოქუშინიდან. მოდი ცოტა მეტი შენ სპორტულ კარიერაზე რომ მოგვიყვე. სპოტლაიტში კი ვნახეთ ხო რომ კარატით იყავი ბავშვობაში დაკავებული და ამ შემდეგ, მაგრამ აი იგივე MMA-მდე როგორ მიხვედი და მე მუშტიკრივი როგორ და ნუ ასე ვთქვათ დაინახე და გაითავისე და მოინდომე ცოტა მეტი რომ მოგვიყვე, იმიტომ რომ როგორც ვთქვი კარატეში გაქვს, კიკბოქსინგში, კრივში გამოცდილება, MMA-ში კიდე რამე ხო არ გამორჩა? შახმატი. კიკბოქსინგი, კრივი, MMA, MMA. MMA, შიშველმუშტებს.
ვიმობან full contact karate, full contact. Full contact. Jiu-jitsu. ჯიუჯიტსუში გამოცდილება? მოიგე. საინტერესოა. აქ საქართველოში? არა, სომხეთში. სომხეთში. იმენა ჯიუჯიტსუ იყო თუ გრეპლინგი? ჯიუჯიტსუ. გი თუ ნოუგი? გრეპლინგი. კიმანოს გარეშე. კი ბატონო. დასვა. საინტერესოა. ზოგადად, ანუ როგორც გითხარი, მუშტიკრივი გაინტერესებს, მუშტიკრივი გიხიბლავს ყველას ძალიან და ეხლა ზოგადად bare knuckle boxing როგორც ქვია, განაპირობებს რომ შიშველი მუშტებით იყოს, მაგრამ ხშირად ჩვენთანაც კენტუსებში უწევთ მებრძოლებს ჩხუბი და ბევრ იგივე რუსულ პრომოუშენში ხა ვინაიდან თქვენ რუსეთში გაქვთ გამოცდილება, კი მაგ ნახი რომ ორივე ჯერ შიშველ მუშტებზე იჩხუბეთ, მაგრამ ზოგადად ხდება კენტუსებითაც იქაც. და შენ როგორ გირჩევნია კენტუსი თუ შიშველი კენტუსი? არა, მეორის საბანემერე, სასიკო. ավելի დურას ქოქას პეს მეჩარუნკა, მეჩასენ ყაზატკს გამელინძი. უფრო მომზონს შიშველი მუშტები, იმიტომ თავისუფლად გრძნობ თავს შიშველი მუშტები. აი შეგიძლია შენთვის ეს. აი შენი აზრიც მაინტერესებს, ხა ძალიან ხშირად უბრალოდ ყოველსა მოკრივეებს ეშინიათ ხოლმე შიშველი მუშტის, რომ ხელი არ დაიზიანონ და ზოგადად ანუ აი სერიოზულად სპორტში ჩართული ვინც არიან ხალხი ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრიერიდება შიშველ მუშტებზე ბრძოლას და რა აი იგივე ხა ნაირი გამორჩეულია რომ იმენა შიშველი მუშტები ევასება და აი რა განაპირობებს ამ უფრო მყარი ძვალი აქვს თუ პირიქით ანუ რაღაც გაითავისა ეს მომენტი აი შენს როგორც მოკრივემ რომ მითხა შენი აზრი და რა თქმა უნდა ნაირას აზრიც მგონი ეს თავის შინაგანი დამოდის რა ეგ რომ მიჩენ ჩხუბი უნდა და ყოველთვის ის არის რა კი ბატონო თორე ძალიან ტრავმააფასე რა თქმა უნდა ეს ძალიან ის არის ყველა მოკრივე არ უნდა რომ დააზიანოს ხელები მეც ახლა მოკრივე ვარ ახლა ვიცი რომ შეიძლება ისეთი ტრავმა მივიღო რომ ვაფშე დავამთავრო რა ახლა შეიძლება იგივე ტრავმა ვიცი ისეთი არის ხო რომ რა ვიცი და კენტუსებში თუ გაქვს ბრძოლა ნაირ ჩატარებული მუშტიკრივის წესებში იმაში რა ჰიტრონში კენტუსები თლამუშტიკრივის წესები არის იქ კლინჩი ხო არ მოსული კლინჩი მოსული იყო ხო ეს უფრო ბოქსი კენტუსები ხო ბოქსი კლინჩი არ იყო დართული ბოქსის წესები ბოქსი იყო просто ხო ანუ თლამუშტიკრივი არ არის მაგრამ იგივე კაი კრივთან რო შევადაროთ ანუ დიდი სხვაობა იყო კენტუსები თუ ხელთათმანები კრივიც ხო გაქვს ნაჭუր Darperutuna azad. Կենտոսներով ադիգենտա գարվարքսի իշտարբերություն գարել։ Darperutun կա, ասենք, ինչ ասեմ, կերնաս բոքսինգով գալով հետ բայես, որ հարված քեզի չկա, բայց այնտես կերնա մեդնի հարվածները կա, բայց դա շիշվել մշտები ավելի լավ կզգաս, էլի, вообще ուրիշ ձև է։ Ինչ-որ ծուգը ջեր։ Ყველა განსხვავდება რა ეს კრივის ხელთათმანები ცოტა დიდია შეიძლება რომ დაიცვა თავი და ის კენტოსები ცოტა პატარა შედის და ცოტა რთულია დაცვა და უნდა ყურადღებით იყო და ეს შიშველი მუშტები вообще სხვა დონეა და უფრო მაგარია შიშველი მუშტები და მე ვიცი რომ უმეტეს ტრაუმებს მიიღებს კენტოსები ვიდრე შიშველი მუშტები სხვათა შორის ჩვენი სტატისტიკაც ეგრეა ეხლა ნაირას ბრძოლის სტილიდან გამომდინარე არ დამინახია რომ შიშვის მუშტებს უფრთხილდება ისე იქნევს გეგონება რომ ნაჯახები უჭირავს ხოლმე ხელში მაგრამ ზოგადად მე მგონი ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია იმიტომ რომ ხელთათმანი ხო სახის დასაცავად არ გამოიგონოს ხო ორგანიზმი ასე რეაქციას მოიწონს ხო და ნაკლებად უფრთხილდება ადამიანი ხელს როცა შიშველ მუშტს იქნევს უპირიქით როცა ხელთათმანში ჩაცმულს იქნევს და იგივე ჩვენი სტატისტიკით კი ბატონო ოდნავ მეტი ხელის ტრავმაა
ну აი სერიოზულ ტრავმებზე მაქვს საუბარი, მოტეხილობა და მას შემდეგ. ვიდრე შიშველმუშტი, კი ბატონო. ეხლა აი ზედაპირული დაზიანება, ჭრილობა სახის და ეგეთი მომენტი შეიძლება შიშველმუშტზე უფრო მეტი იყოს, მაგრამ ну ეს სერიოზული ტრავმა არც არის ახლა. ну ჭრილობა მუშტით ისე, რავი, ნაირად თუ ჩაგარტყავს რომ გასაკერი გახდეს, ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე. ну კეთილი UFC-ში ვიცი რომ რაღაც კონკრეტული გეგმები ქონდა ვიზის გამო როგორც ვიცი არ გამოვიდა ხომ ეს contender სერიებზე იყავი დაპატიშებული ხო და ზოგადად თუ გაქვს კიდე UFC-ში გეგმები ბრძოლის და ну აი მაგდარგისკენ der chidem jete sort of mink lavarash kanatink inzigetava UFC-ն Պատկանա կարևոր չիլի։ Ոստը տեստինգ հաստվածքի դե։ Თუ აქ შეგვიძლია წავიდეთ წინ ფერნანდოს შევიდეთ ჩემპიონი გავხდეთ UFC მეორე პლანად დარჩება თუ ეს უფრო რა თქმა უნდა კი UFC ტოპია და მეც მინდა ვიშხულო UFC-ში და ეხლა კონტრაქტი აქვს ერთი ბრძოლის კონტრაქტი აქვს მაინც UFC-თან contender სერიებში იმიტომ რომ არ მიეცი თვის ამ კაცს მესამე ჩემპიონი და ეხლა კონტრაქტი არის ერთი ბრძოლის და ну ანუ ვიზა გააქვთ არა ვიზა არა კონტრაქტი აქვს უბრალოდ შეიძლება ერთი დღე ну აბუ-დაბიში მაგალითად შეიძლება ერთი დღე Ana vayto გაიგებინო ან სადმე ევროპაში კონტენდერი იქნება ამერიკაშიო კონტენდერები მარტო ამერიკაში ტარდება შეიძლება ჩვენ ერთმა მოხდეს წავიდეთ ამერიკაში და ეგ კონტრაქტი მუშაობს რა ну ანუ მაგრამ ვიზა ხო დაგჭირდება მაინც კი აი ვიჩალე შეიძლება სხვა გზით წავიდეთ ამერიკაში რა через მექსიკა გინდა გადაიქცეს მაგალითად ორ ტარალენ ციხეში რავი იმედი მაქვს რომ ვიზას მოგცემენ და ამ გზას მიმართვა არ მოიცის რა გზით კი ბატონო ლასტფაზოზე რასი ჭამფავერთან გელე ხო მერტი მომსა ეს გზა რომ მაგ გზით წავიდეთ უფრო კარგია ჩვენთვის ახლა კეთილი ანუ შენ ბრძოლებზე ისევ გამაში რო დაუბრუნდეთ ვიცი ნუ ახლა იქიდან გამომდინარე რომ რა სურათიც ვნახეთ ძალიან არ გაგჭირვებია და აი ყველაზე ძნელი მომენტი რა იყო ზოგადად რომ აი შევაჯამოთ მარტო ბრძოლები არა მომზადება მარტო ეს ისე რაც პარაბუნქნერას ვარჯიშების კემპები ну ბევრი მებრძოლისთვის უმეტეს მებრძოლისთვის ბრძოლაზე იმია წონის კლება ყველაზე ადვილი ჭუბია ხო და ზოგადად რა წონა ხარ ხოლმე ნაირ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში 70-იან და 70 80 რა ეს 80-მდე არის 80-მდე კი ბატონო ყველაზე რთული არის სპორტსმენისთვის რა თქმა უნდა წონის კლება რაც დავინახე ნაირი არის აი ფანატურად რეჟიმში მყოფი ადამიანი, ანუ ზედმეტად არ გულაობს, არ ერთობა, რაღაც მithumetes სასმელი, სიგარეტი ვაფშე არც თუ გაგასინჯული ზოგადად. სასმელი? ხო. მართლა ბორჟანი. ბორჟანი და იწყარი. ერთჯერ ცოტა ჭაჭა. ეს მე ჩემი თხოვნის ჩემი იმიტომ ძალიან დაძაბული იყო და ყოველ დღე რეჟიმში ეს ცოტა ის არის ცოტა არ არის ძალიან რთული თემაა ეს და ეს როგორი სიმთვრალე აქვს აგი გასაინტერესებს არ დათვი ეს ხო არ გაბოინდა ხო არ შემოგიტია და ეს რეჟიმი ყოველდღიური რეჟიმი ეს რა ახლა პუნქტები ყველა რომ ამბობენ ჩვენ ეთქი მანავს ეშმედერემ არცად არ მიდის არც ხორზიზე არც იქეთ არც აქეთ მენა გეგერეცი ეკლესიაში ვარჯიში სახლში ძინავს
კიდევ ერთი ეს ყოველდღე. დალაგებული აქვს, ანუ რეჟიმია. შექმნილი ეს გუნდები რომ აქვს ის რომ აქვს ეს რეჟიმის არა და ის დოპინგი ან რაღაცა. ყველა რომ ამბობს დოპინგ, გასინჯეთ პრობლემა არა გავსინჯოთ და სადაც კიდაც ჩვენი დოპინგი ღმერთია და ჩვენი ვარჯიშებია. ეს ვიტამინებსაც არის ხო? ეგ არის. ჩემთვისაც ის არის. რაც დავინახეთ, ანუ ახალციხეში ძალიან ერთგული მაყურებელი ყავს ნაირს და აი ჩვენი გადამღები ჯგუფი იყო ჩამოსული, როგორც გითხრეს ბიჭებმა, რომ აი ყველანაირად გარემოცვა, ხელს უწყობენ იქ, ანუ ეხმარებიან რამდენად ეს მართალია და რამდენად რეალურად მხარდაჭერა გაქვთ ან ახალციხელი მხარდაჭერი, უბოდიში ახალქალაქელი მხარდამჭერისგან. სიმართლე რომ თქვა არს ეხმარებიან ისე. პროსტე იციან ყველანაირს იციან პატივცემენ ზოგი ეშინის, ზოგი პატივცემს და იციან რომ ვარჯიშობთ. დახმარება საერთოდ ჩვენი თვარს რა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ერთი რამდენიმე ჩვენი მეგობარი შეგვიძლია ეხმარება, ისე საერთოდ არ არის დახმარება. იმ დონეზე სამწუხაროდ ყავთ, არც ზოგადად ხო სამწუხაროდ ახლა საქართველოში ხელფასი ცოტა აქვს ერთი 500 ლარამდე 400 ლარი ეს. მაგრამ ამ დონის სპორტსმენისთვის რა თქმა უნდა ეს ვაფშე არა. კი, გვეთანხმები ახლა სუარაობას ჯობია რა თქმა უნდა, მაგრამ სპორტსმენი ევროპაში ან საზღვარგარეთ მაქსიმუმ მინიმუმ ჯერით მოძრაობს და ჩვენ ფეხით ვასეთ. არმენდა აი არმენდა უბრალოდ ნაირსთან შენ გადამვითარ. ანუ ამ ყოველდღიურ რეჟიმში ყოფნა და როგორც ვარაუდობ თუ ვიცი, ბავშვობიდანვე ასე ხარ, ხო? ანუ აი ბავშვობიდან რავი სპორტში რო შეტოპე, რავი 1-5 წლიდან თქვი, ხო? აა 5 წლიდან. და 27-მდე მოყოლებული ამ რეჟიმში ხარ? Вообще, в принципе, если ասելեմ, կամերայի մեջ, որ papas մայստեր սպորտա բոքսով միշտ ինձ հետևելա, это միշտ այս ռեժիմին եմ մնացել, եւ ոնց ասեմ, ու եկեղեցին էլ է շատ ինձ սպահել, որ ես այս ռեժիմին մնամ, մի բան չանեմ։ Ինչ շատ օգնել Աստված եկեղեցին, եթե եկեղեցին չլիներ, ես հաստատ այս ռեժիմին չէի կարող մնայի, որ իրոք չէի կարողանա պայքարել։ Როგორც გითხარით, მამაჩემის მოკრიბა მასტერ სპორტის ოსტატი და თვითონ ასპარდარობაში მიხედა რომ ჩვენ მე რეჟიმში დავჭე და ძალიან ეხმარებოდა ჩემ ამ რეჟიმის დასვას ეკლესია. ჩემი რწმენა. რწმენის და ეკლესიის გარეშე არც შემიძლია ეს რეჟიმის დაცვა და ეს ძალიან ეხმარება და ზოგადად აი რასაც ხედავ ხო აი ასეთი ერთგულება საქმის მიმართ სიყვარულის გარეშე არ გამოადა ზოგადად ხა ეთყობა რომ ბრძოლა უყარს და ზოგადად თუ ღებულობს სიამოვნებას აი უშუალოდ ამ ყოველდღიური ვარჯიშისგან და რეჟიმისგან საინტერესო კი აბა ვერ ერთი დღე რომ არი ვარჯიშოს ცუდად ხდება ხოლმე. ეხლა რომ ნარკოზი ხო, ნარკოზი სავიტარი რა, ერთი დღე რომ არ მოწიოს ნარკომანები რომ ესეც მე ვჩხუბობ რომ დაისვენე ერთი კვირა მაინც დაისვენა, ერთი კვირა. ესეც დასვენება ხომ არა, იქეთ მივდიოდი თაში ანა ოპტიკეთ მივდიოდით ეს. აქტიური ხო, იმაში ვარ. აქტიური დასვენებაში ვარ სულ. აჰა. უყვარს. ძალიან კარგი. ზოგადად როდემდე რას ფიქრობ, აი რა წლოვანების აი ხო გაქვს წარმოდგენილი შენი იდეალური კარიერა საბრძოლო სპორტში და აი რომელ წლამდე გააგრძელებდი ასეთ რეჟიმში ყოფნას და მოღვაწეობას აქტიურ სპორტში? To kanalları kanka
აქტივ სპორტი მეშმენას. Ես հորս միշտ քսեմ դե քսեմ վամինչև քսեմ 50 տարեկան բոյդի զարնեմ էլի Առողջություն իշկանոր բազմալյաթերով իրոք առողջությունս իշկանոր բազմալյաթերով հաստատ ու աստված իշկանոր տևեց կերնա մեկ տարի ավարտեմ կերնա 10 տարի ավարտեմ կերնա 50 տարեկան տեղս ավարտեմ չեմ կերնա ասե աստված գիտե պստե ուզեմ որ վերջա սա հերթը չեմ զարարի կամոգդებული դու ջամտելովա կարան Մեկտեբա որ մուզդած լավնես մինդարոն վիճխուբը, սոլունդա վիճխուբը դա մարտոք մերտիցիս ռագ զագվակչեն դու մեմ իթխավտ մեմ մինդարոն վիճխուբը սամաց լանդե ունդա վիճխուբը էսե պիկրոպն է Մերը սամոցիցիլիս ռոգախտები մերը տրեներով աստուապիլ է Փոխանցեմ գա, հիմա շատ կոզեմ գյուղ երթամ ու Սենք անասնապահությամբ սպառվում, ինձ ամենաշատ սենք սիրածս բանն է եղել, փոքրուց միշտ երազել եմ իրոք, սենք կատարվեմ աշխարհեն, չէ, իրոք ցավի գինի հանգստացնեք էլի, այդից հետո պետք է դեմ միշտ է։ Իրա բանდა մինդարոն չեմ վիկամոս դիլեվա պատարատավաս միվցեց, դա էս պատարավիդան միղվար դա սոպեզի երթի սախլի ունդա վիղիդա դա դավ չէ Ցալկե մարդը ադամյանების կարեսի կարեսի որ սխովել է ունդա վիղիդա դա արչե սխովել է Კი ბატონო ნაირ და აი დიდი ალბათობით არ ვიცი ახლა შენ რო შეგხედავ რავი ამ კაცს რამის თუ ეშინია პირდაპირ მებადება აზრი მაგრამ ნუ რავი ბოლო ადამიანია ხო ხო და აი თუ გაკ ხოლმე ღელვა ჩხუბის წინ და აი იგივე რელიგიი ნუ დამინახია რომ ლოცულობ ხოლმე ხო ბრძოლის წინ და ეს აი რას თხოვ ხოლმე შენ უფალს და დაწყნარების მიზნით აკეთებ ამას თუ აი რა გულის ჩქეფებით აკეთებ ანუ რატო ლოცულობ ბრძოლის წინ ხოლმე უშუალოდ այդպես մարդ չկա աշխարհի մեջ վախ չունենա կամ ասենք Բերեժիվայնա չունենա ու Աստված ասենչում 365 Աստված է որ 365 անգամ ասած որ մի վախեցեք ու ես այդ բանով կաղոթեմ որ Տեր Աստված գլխավորը ուշտու չթողնես որ ես վախենամ Էդի կարգախոսով ես առաջ կերտամ որ այդպես երթամ դե առաջ Մենակ Աստծուն կվախենամ մարդ չկա վախենամ Մեմ ունի Սոփլեշի արարես արծերտի ադամյանից էց რომ արեշինոդես ռամեզե Თავის ესე იგი რაღაც ცოტა დაწუილებული რა და მეც კამუნაგლისი არა ვარ და მე ლოცლობ ყოველთვის რომ წყნარად ვიღო და ბიბლიაშიც დაწერილია 365 ჯერ რომ არ შეგეშინდესო და მე თქო მას რომ მოგწეს ძალა რომ არ შემეშინდეს შვიდად ვიღო, ნარად ვიღო და მოვიგო ეს და ლოცულობ ყოველთვის გასაგები მე მინდა ბრძოლები გავიხსენო აი ნუ გასაგებია რომ მუდაოდ მოიგო ყველა ნოკაუტით მოიგო ხო გამას ბრძოლებზე მაქვს საუბარი ესე იგი ნუ პირველი მეტოქიდან არჩილი იყო ხო პირველი შავი მე ბადურაშვილი მე ციკლაური და ბოლოს ლადო აი ყველაზე ასე ვთქვათ კონკურენტული რომელი იყო ասեմ ամենա ինձ ազդեցիկ այդ բոյը Ռոն Բադուրաշვილն էր, որովհետև ես իրան շատ վատ պահեց, դիք ինձ շատ ճաղայնացրեց ու պետք չէր էլի, մենք սպորտսմեն ենք, մենք իրար հարգենք, մենք իրար պատվենք, վերնոր մենք իրար այդ կոնկուրենցիա ավելի շատ դիգ է։ Կայնը կոնկուրենցիան քա է դիգ է։ Վերնոր մենք իրար եղել ենք Հայաստան, ասենք եղել ենք մրցումներու ժամանակ, այստեղ չպետք է ինձ պայրադիկ ու ինձ ներսերս է ամենաձևի։ Համ դժվար է ստասավ իրան հետ պոյես, համ ասենք համ հոգեպես էր դժվար, համ ֆիզիկի էր ավելի մի քիչ դժվար։ Ყველაზე ის კონკურენტული იყო ბადურაშვილთან, იმიტომ რომ სხვათაშორის ყველაზე მეტი დრო მაგან გაატარა ნაირთან და დაძაბულება მეტი იყო ეგ რომ ამბობდა რაღაცებს ეგ დაждდა
გულში და მინდოდა ძალიან მაგრად გცემა და მაგიტომ ცოტა დაძაბული ვიღავი და ეგ იყო რა. არა და ყველაზე ცოტა მაგას მოხდა მე მგონი. ყველაზე ცოტა ბადურას მოხდა. ტრენერმა უცებ გაიგო რომ საქმე სხვა გზით ვიდის და პირსახოცი პირსახოცი გადმოაგდეს? ო ტრენერიო თორე მაგრამ ნოკდაუნი კი იყო. ნოკდაუნიც იყო. სამჯერ. ხო. სამჯერ ნოკდაუნი. ნოკდაუნიც მოხდა, მაგრად მოხდა, მაგრამ ნახჩენდა просто ესა. ტრენერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ტრენერი ხო. კი ბატონო. კარგი, მე მგონი ახლა კაკრას დრო მოვიდა მომავალ გეგმებზე რომ ვისაუბროთ. ესე იგი, ჩვენს მაყურებელს ვეთქვი რომ კადრს მიღმა რა თქმა უნდა ვსაუბრობდით ნაირთან და ზოგადი გეგმები გაგვიმხილა. ხო და ესე იგი, თქვენი თქვით ახლა რამე დავასპოილერო, ხო? იმის გარდა რომ რა თქმა უნდა და ახლა ნუ აგვიკლებთ, ხო? კორტავასთან კი არა, მოდი ესე გეტყვით. არის ორი ჩემპიონი. ნუ გრან-პრის ჩემპიონის გარდა არის დროებით ჩემპიონი გამაში ბესო ფარჯიანი და არის კორტავა 70 კილოს ჩემპიონი. ჩვენ მიგვაჩნია სწორ ნაბიჯად და ნაირად დიდად არ გვეწინააღმდეგება ამაში, რომ ეს ტიტულები გაერთიანდეს, კორტავა და ფარჯიანის შორის შედგეს ბრძოლა და გრან-პრის ჩემპიონი ეჩხუბოს გაერთიანებულ ტიტულის ჩემპიონს, რომ ყავდეს ორგანიზაციას უდაო ერთი ჩემპიონი 70 კილოგრამში. თუმცა ნაირა ესე იგი ჩვენ ივნისში გვინდოდა ბექას და ბესოს შეხვედრის გაკეთება, თუმცა ბესომ გამოთქვა სურვილი რომ აგვისტოში ჩაატაროს ეს ბრძოლა. ნუ ჩათვალეთ ეს ბრძოლა აგვისტოშია ჩანიშნული, მოკლედ რო ვილაპარაკო. და ამ ბრძოლის ვინც მოიგებს, მოგებული შეხვდება შემოდგომაში ნაირს. ხო და ნაირს არ უნდა ამდენი ხანი უბრალოდ ლოდინი, ხო, ბრძოლის და ამასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთან შეთანხმებით და ჩვენი კეთილი სურვილებით აღსრულდება და მოგვიყევით აბა თქვენს გეგმებზე, რომელიც გამასფარგლებს ცდება. Gerne gut machst nach 10 kann. ხალხზე უზენი პრობლემი კამი დროებით ჩემპიონები რა არის კარგი. აი ვაშუნა ლიდერია. რა კონტრაქტორ ბარაფჩ მანას მე ბანერ უნეს მადადადეთ. მადადადეთ ოფში. მე კოპში ბანერ უნიკ მადადადეთ. მე ეკატერინბურგ მენეჯერ ვასილემ ერნაკალინ menajernerinden ise mi İran kedakar karvinde o yesemi boydi sarnem. Testing custom park for miçev verş testing kortavan gazarnete parjane. Eugusinator assovelin galxavoran portsank travma çunenan. Vera hafta çesa İran setkebi mu. Asso parkov insem. კი მანამდე ჩვენ რამდენიმე გეგმა გვაქვს BKFC-შიც მატჩმეიკერებთან გვაქვს სვიაზე ახლა ველოდებით პასუხს რუსეთიდანაც არის რამდენიმე შემოთავაზება ეს RCC-ია საუბარი ხო? RCC არის იქ ჩვენი მოხალხეები ახალხალხელი მენეჯერია იქ მუშაობს ველოდებით იქიდანაც კაი შეთავაზება და ახლა იბაც აპირებს ბერნაკოშვილი მოშტები აპირებს იბაც კრემლიოვი და ნახოთ მერტით რა აქაც ველოდებით ვინც მოიგებს კი რა თქმა უნდა ჩვენ ამასთან ჩვენ არა ვაქვს არანაირი ის ჩვენ მოვილაპარაკეთ ნაირთან თავარი ის ტრავმების გარეშე რომ ძალიან დიდი ხანი არ დაველოდოთ ამ ბრძოლაზე. ჩვენ მოვილაპარაკეთ და ნაირის სურვილია, რომ ახლა ნაირი უდაოდ იმსახურებს საჩემპიონო ბრძოლას და მაგრამ ამდენი თვე უბრალოდ რომ ლოდინი არ მოუწიოს ბრძოლის გარეშე, მაგიტომაც ჩვენ ყველანაირად
ვუსურვებთ მას წარმატებას, სადაც მოინდომებს და გამოუვა ბრძოლა, თუმცა ჩვენც ვამუშავებთ მისთვის ბრძოლას და თუ გამოგვივა, უპირველეს ყოვლისა ნაირმა გვთხოვა რომ ქართველ ბიჭებთან აღარ მაჩხუბოთო და ამიტომ ჩვენ ძალისხმევას მივმართავთ რომ საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანოთ მებრძოლი, ჩვენც წარმატებები ამაში და სადაც გამოვა, რა თქმა უნდა, ნაირსაც წარმატებები. მოდი კიდევ ერთ კითხვას შეგიკითხებით. ეს ბრძოლა ხდებოდა, ეს გრან-პრი, ხო, 25,000-ის გამო. სად უნდა დახარჯოთ ფული? კითხვა მაქვს. და თუ შეიძლება რომ ეს გვადოთ, რა თქმა უნდა. ეხა როგორც გავიგეთ, არ ცვლავს, არ გულაობს. სადაც აიღოს. ხო და უკვე ხო არ უნდა გაიხიზნოს თაში და ცალკე ის. არა, რეალურად რამე განსაკუთრებული გეგმები თუ გაქვთ, რამენაირად თუ დაეხმარება ეს თანხა თქვენ სპორტულ კარიერას და მომავალ წარმატებებს. Es brauche mich mehr Sporthain Karriere mehr gedacht, gegangen. Sportner κάνենք. და ლավ ბანი გოგდაგործենք. ինչի կարիք ունենք, գլխավորը վատ բանի չէ գողտագործի, լավ բանի գողտագործենք. Մյուսն է չգիտեմ, ոնց ասեմ. Ինչ ասեմ. Իրա կանդա ჩვენ սպորտულ կարիերაზე ფიქრობ და ეს ფული ხმარება რომ წავიდეთ ზღურებზე სადმე სალვარგარეთ უფრო მეტ გამოცდილება მივიღოთ სხვა ბიჭებთან ვიმუშავოთ ჩვენი ტრამები რა გვაქვს ეგეთ ცოტა ვიმუშავოთ ტრამებზე და ეკიპირობა რა თქმა უნდა ვიღიდოთ ან რაღაცა კარგ საქმეში უნდა დავხარჯო რაც დავარაცო საქმეში არ დავხარჯავ და კი ბატონო არმენ ჩიტმა ამბავი მომიტან რომ შენც გინდა გამაში ბრძოლა და ამაზე მომიტანა აი ვაქცით ცოტა ულვაშებიანი და ჩაპოტკუნებული ჩიტია ცოტა მაგ სურვილზე როგორც ასეთი გეგმა არ არის ვიცი მას სურვილი ხო ეს ძალიან დიდი ხანი მინდოდა ძალიან დიდი ხანი ასე ადრე 1-5 წლის წინ მინდოდა ვაფირებდი მეთქი ფიქრობდი რა ამაზე 5 წლის წინ გამა არც არსებობდა 3 წელია რაც 3 წელია 3 წლის წინ რამდენიც იყო ხო თავიდან მაშინ ვარჯიშობდი კარგ ფორმაში ვიყავი რა ნაკრების წევრიც ვიყავი ვაფირებდი თან სპარინგზე ჩამოსვლა მაშინ ხო ახლა просто ესე მე შეჯიბრი იყო საქართველოს პირველობა წავიდეთ იქ ეხლა სურვილი რჩება, მაგრამ ფორმაში არ ახლა просто ფორმაშია დრო არ მაქვს ერთი მწვრთნელობ ნაერთან ერთად ვარ და კიდე ჯგუფები მყავს ეს არის ცოტა და მაგრამ ვფიქრობ ხან ვარჯიშობ ისე ძალიან არა მაგრამ ფორმაში რამდენი წლის ახარ არმენ ახლა 30 წელი ჩერ კიდე მთელი ცხოვრება წინა. ნახოთ თუ ერთ-ორ თვეში მაინც ორი თვე მაინც მინდა რომ ფორმაში შემოვიდე და სვიაზე ვიქნებით აი გიორგი მოდი თუ მეტება ესეთი არმენა ესეთი შანსი თუ მეტება რა თქმა უნდა მაყოფილი ვარ და მაყოფილი ვიქნები და სასიამოვნო იქნება ამ ჩვენც ძალიან სასიამოვნო ოღონდ ჯერ კენტოსებით მინდა იმიტომ რომ მინდა გავსინჯო რა როგორ ჩვენ კონტრაქტში ეგრევე გათვალისწინებული გვაქვს ყველაფერი კენტუსებით შიშველი ხელით და ჩემპიონის თუ გახდი წინასწარ არის ყველაფერი გაწერილი ამიტომ მოვილაპარაკებთ შენ უბრალოდ მოინდომა ჩვენ გაგვიხარდება თუ ასეთი სპორტსმენი დაემატება ჩვენს როგორც თქვენი თქვით დიდ ოჯახს საბრძოლო ოჯახს რა თქმა უნდა ერთად უნდა ვივახსენოთ ყველა კი ბატონო ჩვენი საქართველოს სახელი ყველა უნდა იცოდეს ახლა ძალიან გამიხარდება ამას თუ მივახცევთ და ნუ რეალურად როგორც თავიდან თქვი ამ ოცნებით ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი იყო ეს ოცნება რატომაც წამოვიწყეთ მე და გიგამ ეს საქმე რომელსაც გამადაზე ვარ ჩართული რა ახლა კი ბატონო
კეთილი. ანუ ზოგადად რომ გვითხრათ ზაფხულში რა გეგმები გაქვთ? რამე განსაკუთრებული თუ გაქვთ ჩაფიქრებული გარდა ვარჯიში და რეჟიმის რამეს თუ აპირებთ და ვისწავლოთ ქართული. უფრო კარგად. მივდივარ თუ ერთად სამივე ერთად ვისწავლოთ ქართული. მეცადინეობა ხო? ხო. მივდივარ თუ ვისწავლოთ. მე კი უნივერსიტეტში რომ დავდიოდი უფრო კარგად ვიცოდი ახლა დიდი ხანია просто ურთიერთობა რომ არ გვაქვს პრაქტიკა არ აქვს ცოტა რთულია ხო ახლა რომ თბილისში მოვიდეთ ერთ-ორ თვეში ვიცი რომ ნაირათან 24 საათიან რეჟიმშია და დრო არ აქვს რომ ვისწავლოთ საერთოდ არ ალაპარაკობს ქართულს თავი რო გავანებოთ ხო საერთოდ ცოტას ლაპარაკობს მაშინ ჩვენ რომ პატარა ვიყავით, მაშინ ასე იყო რა, სხვა დღეები იყო და ქართული არც ისე ჭირდებოდა, მაშინ სახელმწიფოსაც უზრუნველყოფდა. ეხლა კი სხვა არის. უმეტესობა იცის ქართული ახალქალაქში და რა თქმა უნდა, ეს კაია. ჩვენს გვინდა რომ ძალიან კარგად ვისწავლოთ. ეხლა ხალხი რომ ამბობს, მიდი ქართული ისწავლე, ბიჭო, ეხლა ეს საქართველოში ცხოვრობენ, ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის ვიდრე თქვენს ეს პირადად მე ვიცი. ბევრჯერ მივდივარ საზღვარგარეთ და საქართველოს სახელით მივდივარ ეს პირველი და მეორე ჩვენს გვინდათ, ჩვენზე მეტი თქვენ არ გინდათ რომ ვისწავლოთ. просто ეხლა ისეთი სიტუაცია გვაქვს რომ ვარჯიშობ ყოველდღე რეჟიმში ვარ და თან სხვა ისა გარემო არის და ყველა სამწებია და ურთიერთობა არ არის. ეგ არის. ეხლა ღმერთის დახმარებით თუ რამე მოხდა რომ თბილისში ჩამოვიდეთ ან სპონსორები იქნება ხო თბილისში ჩამოვიდეთ ან ბათუმში სადმე ვივარჯიშოთ რა თქმა უნდა 2 თვეში მე ვისწავლე 3 თვე ვიღავი ბათუმში და 3 თვეში მოდი ამ ზბორებთან დაკავშირებით შეგეკითხებით კიდე და აი მე მგონი ამოვწურეთ ძირითადი ამბები თუ სხვა აზრის არ ხართ. ესე იგი ტაილანდში ყოფილხარ ხო ზბორებზე ნაირ მე მგონი. მე არა. ვაპირებთ. თუ აპირებთ რაღაც საიდანაც მაგას მოვკარეთ. აი ილიასთან რო იყავი ზბორებზე როგორ მოგეწონა რამდენად ასე ვთქვათ გაიზარდე ტექნიკურად თუ ფიზიკურად მაგოხრივ რამდენი აი ცოტა დეტალურად რომ მოყვე რამდენი ხანი გაატარეს ზბორების სად იყო უშუალოდ Şartlar Alicante'ում ենք օրը իրականական պարապմունք ենք անում շատ ուժեղ ձևի ասենք Իլյանորը պարաբեր ես ոգևորվեի գա ինքնայինձնով ոգևորվեր քսերոր շատ ուժեղ տեղ ես դու կերնաս 100% առաջ երթաս Boissaur Իսպանիայում է ցայգի ու UFC-ները կնաշել որ ինքը պատրաստ է արդեն էլ այդ անավայդ ու ինքը շատ լավն էր էլի անգամ մենք իրար հետ հաց ենք կերել անգամ ես իրանց տունն եմ եղել էլի տունը դել է вообще չէի երթա իր մամային պապային հետ մոտ եկել շատ լավ էր вообще մեկից ոգևորեինք ու ինձ շատ հաճելի էր որ ասենք ինչ-որ մի հոգիմ կար մի հայան վարացի մոր կտեսնեի շատ ուժեղ ձևի կզգա ես ինձ որ իմ իմունքը սոդ էին այդպես անգորած ու սաղին հետա պարաբել եմ Ալեքսին հետա եմ պարաբել ու մեզի ուրիշ ձևի կընդունեին ինձ Իլիայի մեմա Ալեքսին սյուն որ ուժեղ ձևի բակրոս մենք նկարա ունենք իրար հետ իրեկս իրար հետ անգորած რა თქმა უნდა იქ კარგი კემპი იყო ერთმანეთს мотивაციას აძლევდით თვითონ დოფური ამბობდა რომ ძალიან ძლიერი ბიჭი ხარ ახლა მეც მინდა რომ ვიორჯიშო ძლიერებთან ერთად რა თქმა უნდა დოფურაც მეც მაძლევდა უფრო მეტ мотивაციას რომ წინ წავიდე და ახლა იქაც რომ მოვიგე ერთი ბრძოლა დოფურა გაუხარდა დოფურას და ჩანიშნა UFC-ს რომ დანავაით მზად არის ბიჭი რომ იჩხუბოს ძალიან მაგარი ალიკანტეში ესპანეთში
რამდენი ხანი იყავით? ოფში 6 თვე, 3 თვე ალიკანტეში. 3 თვე ალიკანტეში. ესპანეთში ზოგადად 6 თვე და ალიკანტეში 3. ვარჯიშობდით ყველა ერთად ალექსთან ერთადაც ვიჩხუბეთ, ვარჯიშობდით, თან ოჯახებთანაც ერთად ახლოს ვიყავით, მშობლებთან ერთად მივდიოდით ერთად ჭამდით, სვამდით ისე ვარჯიშობდით, რავი, კაი იყო იქ. ტაილანდში როდის აპირებ? ამაზე. უახლეს მომავალში. მაგაზე. კონკრეტული გეგმა არ გაქვს, ზოგადად სურვილი გაქვს. სურვილია, ხო. ზოგადად ვიცი, ძალიან აქებენ ტაილანდს, რომ ესეთი მექა არის რა, მებრძოლების თან მაღალი დონის კი, ახლა ვიმუშავებთ ესეც, როგორ ისე ადვილი არ არის, მე მგონი იქაც უნდა შევთანხმდეთ, რომ მოვდივართ ეს და ყველაფერი. ისე არ არის, ტურისტები წავედით და იქ ვივარჯიშოთ, ცოტა ის სხვა დონეა იქაც უნდა შევთანხმდეთ და მაგარი ყველა UFC სპორტსმენები კი, ზუსტად სერიოზულია ჩადის. ისა რა კემპებია. ნახოთ, ღმერთით. შესანიშნავი. ღმერთი მე დანარჩენი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი დიდი გეგმები გაქვს, წარმატებას გისურვებ, ნაირ. არმენ, შენ ვისურვებდი, ჩემ თავს ვისურვებდი, რომ მალე გამას რინგზე გნახო და ზოგადად მიხარია, რომ წინ მიდის ორგანიზაცია, ასეთ დონის სპორტსმენები, როგორც კონკრეტულად შენ და არმენ ასევე მაღალი დონის სპორტსმენად მიმაჩნი ხარ და ძალიან დიდი შენაძენი იქნები გამასთვის თუ გადაწყვეტ რომ შეუერთდე ჩვენ საგიჟეთს და რავი ვიმედოვნებ რომ უშუალოდ გამაში ნაირის ჩხუბი არც ისე გაიწელება და რა თქმა უნდა ტრავმების გარეშე იქნებიან ნაირიც ბესოც და კორტავაც და უახლოეს მომავალში არა უგვიანეს შემოდგომას შევძლებთ ჩვენ ამ რავი მე მგონი ყველაზე დიდ მოლოდინის ქვეშ მყოფი ბრძოლაა ეს ბრძოლა ამიტომ ჩემ თავსაც ჩვენს მაყურებელსაც ვუსურვებდი რომ რაც შეიძლება მალე შედგეს და რაც შეიძლება მაგარი სანახაობა გვაჩვქონ ბიჭებმა დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და წარმატებებს გისურვებთ მადლობს საშუალებას მეც უნდა თქვა კი ბატონო რა თქმა უნდა უნდასა შნորհակալություն կուզենք հայտնել մենք ձեզնեն մեծ շնորհակալություն ենք ուզում հայտնել որովհետև մեծ հնարավորություն ընձեռնեցիք մեզի համար իրոք մեզի ճանաչողություն ընձեռեցիք հիմա մենք ուզում ենք որ մեկս մեկով ալինք կուզենք ուրախորդ մենք կամային անունը տանք թող Աստված օրհնի ու ավելի մեկս մեկով առաջ երթանք Փառք մեր Տիրոջը թող Աստված օրհնի կամա օրգանիզացիան եւ բոլորիս Вот մադագլոցոս თქვენი ორგანიზაცია მადლობა დიდი დიდ წარმატებას გისურვებთ და დიდი მადლობელი ვარ თქვენ რომ ჩვენთვის ახალი კარი გააგეთ რა რომ ყველა ისნობს უკვე ეს ძალიან დიდი საშუალება იყო ჩვენთვის და ამის შემდეგაც ერთად უნდა ვიყოთ ყველა და გამას სახელით უნდა ვიჩხუბოთ საზღვარგარეთ და საქართველოს სახელით რა თქმა უნდა გამაც ერთ-ერთია საქართველოში ერთადერთია ერთ-ერთი არა ჯერჯერობით ხო ერთადერთია და ეს ჩემი მხრიდან მე გეტყვი რომ თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ რა თქმა უნდა ეს პროსტი გისურვებთ რომ ხალხი გაიგოს რას აკეთებთ თქვენ და რას თავარია სახელმწიფო გაიგოს რას აკეთებთ თქვენ და მხარი დაიჭეროს ეს რთული საქმეა ძალიან სპონსორები გინდათ ფული გინდათ ეს დიდ თანხებთან არის კი რა თქმა უნდა ეს მე ვფიქრობ და იმედი მაქვს რომ ძალიან წინ წავალთ ყველა ეს ჩემი სურვილია და მე დარწმუნებულიც ვარ თან ამისთვის ვიბრძვით ჩვენი საბრძოლოველი გვაქვს და რა თქმა უნდა ეხლა არ მე გეთანხმები რომ ეხლა საქართველოს ყველაზე დიდი და მდიდარი ქვეყანა არ არის თუმცა დიდ ორგანიზაციებთან გვიწევს კონკურენცია და რა თქმა უნდა ეხლა ჯერ ერთი აქამდე ჩვენ ვერ მოვიდოდით
ხალხის და ზოგადად სპონსორების ხალხის რაც თავარია მხარდაჭერის გარეშე, თუმცა მხარდაჭერა არასდროს არ არის ზედმეტი, მით უმეტეს ხა პირიქით მთელი რა ჩემი თხოვნა და მომართვა იქნება ჩვენს მაყურებლისადმი, რომ პირიქით გავერთიანდეთ მაქსიმალურად სულ ერთი ციცქნა ქვეყანა ვართ, ამიტომ პირიქით უნდა გავერთიანდეთ ერთ შიშველ მუშტად შევიკრათ და შევუტიოთ პირიქით აქეთ მთელ სოფლიოს და აი როგორც ნაირად აპირებს რომ BKFC-ის წვერვალები აიღოს და არა მარტო იგივენაირად მე ვისურვებდი რომ გამაგახდეს საქართველოს დაბადებული ორგანიზაცია, თუმცა მსოფლიო მასშტაბის და რავი, მე მგონი კაი ნიადაგი ამისთვის გვაქვს, ხა, რავი. ცუდი ბიჭები არ ჩხუბობენ, ნაირად ცოცხალი მაგალითია, თუ როგორი მებრძოლი შეიძლება გამაში იყოს და ამით მხოლოდ ვიწყებთ. BKFC უთხარი რა არის BKFC რომ გაიგო BKFC თუ არიცით რა არის მუშტიკრიუს რა რისთვის უყურებ კაი გადავა BKFC არის მეგობრებო მუშტიკრიუში UFC კი ბატონო ხო კონორი არის BKFC-ის ერთ-ერთი თანამფლობელი თუ არიცოდით აქამდე და ამაზე მეცაც გეტყვით BKFC დღესდღეობით კიდევ უფრო სწრაფ მზრდადი სპორტია, უფრო სწრაფად პოპულარიზირებადი სპორტია, ვიდრე იყო UFC თავის დროზე. ანუ მეტად სწრაფად კრიფავს პოპულარიზაციას, ვიდრე UFC კრიფავდა თავის დროზე და შეიძლება გაუსწროს არც ისე თუ შორს მომავალში. ამიტომ რა თქმა უნდა, BKFC არის შიშველ მუშტები bare-knuckle boxing, რასაც ქვია, ნომერ პირველი ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბებით, ყველა კრიტერიუმით და რა თქმა უნდა, ნაირმა იქ თუ წვერვალებს მიაღწია ეს ყოველივე მთელი ქვეყნის დამსახურება იქნება და ყველას გაგვიხარდება. ამიტომ ყველანაირად წარმატებას გისურვებთ ნაირ, თუმცა გამა არ დაივიწყო საჩემპიონო ბრძოლა გელოდება აქ. მადლობა თქვენ. მადლობა ბიჭებო და წარმატებები.